გვარამიას 40 მილიონი რომელიც თელმა ოპოზიციას სპექტრმა იცის და არ იცის მარტო სუსის უფროსმა ყოფილმა და დღეს კიდევ უფრო დიდი თანამდებობის პირმა ეს ჩემთვის არის გაუგებარი მე მაინტერესებს საიდან გვარამიას 40 მილიონი რომლის გამოც დაინგრა მთელი ოპოზიცია გვარამიამ დაანგრია მთელი ოპოზიცია ეს ყველა მიცის და პარლამენტში მარტო ქართული ოცნებას ის დღეს 40 მილიონი ჩვენ არ დაგვიფინანსებია ოღონდ სიმართლე გითხრათ ის წართ 40 მილიონი იყო თუ არა ახლა ვიგეთ უცხოეთმა ვინ იყო მაგასაც გეტყვით მე რო ერთი სიტყვა ვთქვი რამხელა ამბავი მოყვა მაშინ გახსოვთ ის დაცინორო დამიწყეს თავისკვით ის ვერ გაარჩიაო ტაილანდი და ტაივანი ერთმანეთზე ბანკოკს ვიძახდი და ტაილანდი და ტაივანი ვერ გაარჩიაო და ტაივანი უნდა ეთქვა ნუ არანორმალურ რაღაცებთან მქონდა მაშინ საქმე მაგრამ წინა ადმინისტრაციის მიერ ტაილანდის გავლით ჩარიცხული თანხებით ფინანსდებოდა ასეთი ღონისძიებები მათ შორის საარჩევნო პერიოდში ვის მიერ ვინ არის რას ქვია კაცო წინა ადმინისტრაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კაცი რას ქვია კაცო რა ვიცი მე კაცი ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ხელისუფლების მიერ ბანკოკის გავლით ფინანსდებოდა მსხვილად სხვათა შორის მათ შორის ასეთი ღონისძიებები ამის მტკიცებულებები არსებობს ამ მტკიცებულებებზე პირდაპირ ეთერში ვილაპარაკე და სერიოზული ამბავი მოყვა დავალება რომ მიიღეს ვიღაცაება ნახევარი დღე იმაზე იყვნენ გადართულები ტაილანდი და ტაივანი ერევაო ერთმანეთში მდინარაზე სამსისულელებს ლაპარაკობდნენ მერე სხვა სტილი აირჩიეს ამერიკას დაარტყა და რაღაც თალკე სხვა სისულელები სხვათა შორის კანვასის ტრენინგები აგერ 2020 წლიდან პივიტიდან რო დაიწყო რევოლუციების მცდელობები კანვასის ტრენინგებით რო ჩანაცვლა აკერმანის ისინი შთაგონებები და შეგონებები იქ ტრენინგები რაღაცები ყველა ასეთი ფულით იყო დაფინანსებული და შემოდიოდა NGO-ებიდან შემოდიოდა ოფიციალური ასეთი ოფიციალური წყალებში ან მის გარეშე წყაროებიდან და ეს ყველა ვიცით და ყველა ვიცით თქვენ ვერ გაიგეთ რა ვერ გავიგეთ ზუსტად გავიგეთ მაშინ რა აზრი ქონდა განწყობის კანონს აი მაგალითად თქვენიცაც ამდენი ორი რევოლუცია კი ნაღამ რომ მოგიწევს მაგაზეც გაგცემთ დიაგო უცხოეთიდან მოდიოდა ეს თანხები გავიგეთ და კანონები შევცვალეთ ხალხით შეეტანა კანონები შევცვალეთ მაგისთვის და ორჯერ მაგ ოპოზიციამ იმიტომ რომ არ დაბლოკილიყო ეს თანხები კი ნაღამ ჩამოაქციეს ეს ქვეყანა რუსული კანონის ძახებით და სინამდვილეში ამერიკულის პირდაპირ თარგმანი რო იყო ამას არავინ აღარ უყურებდა იმ პერიოდში ესეც იმ რევოლუციების სცენარებში ეწერა ბატონო მომკამ რა თქვა რომ უცხოეთიდან გადმოაგზავნეს ფულიო და მივცეს გვარამიას საუბარი არის 400 კილო ფულზე 400 კილოზე და მე მაინტერესებს ის უწყება რომელსაც შეუძლია სხეულში 1 გრამი ნარკოტიკი უპოვოს ადამიანს გვარამიასთან 400 კილო ფული რომ მიიტანეს ვიღაცამ აი ეს ვინ იყო ამის თქმა როგორ არ შევიძლია